მოგესალმებით ვანო შოუ, პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე. გადაცემის სპონსორია Village 11, ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენიკანისთვის. Village 11, კორეული ხარისხი PSP-ში. გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქი ქალაქში, სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. ტრადიციულად ვიწყებ გადაცემას და სოლიდარობას უცხადებთ დაკავებულ ყველა პატიმარს და ბოლო დროს დაკავებულ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. რამდენიმე დღის წინ მთავრობამ დააკავა ძლიერი საქართველოს ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი ბატონ გიორგი ვაშაძე. სოლიდარობა ყველას ძვირფასო მეგობრებო და მალე გათავისუფლებას ვუსურვებთ. ასეთი პოლიტიკური რეპრესიები ჯერ ამ ქვეყანაში არ ყოფილა. გადაავსეს ციხეები. იყო დრო, როცა დასავლეთს ვამუნათებდით, შეშფოთება აღშფოთების გარდა არაფერს აკეთებენო, ახლა პირიქით ხდება დასავლეთის სანქციებით საქმეს აკეთებს, რომ ესენი რამენაირად შეაკავონ, ხოლო ჩვენ კიდე წამოწოლილები ვართ ტელევიზორებთან და ვშფოთავთ. შებრუნდა და ხალისია ხანასე. ამდენი პოლიტიკური ნიშნით პატიმარი ჯერ, რა ვიცი, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ ახსოვს, რა მე არ გამიგია, მათ შორის არც ბელარუსს და არც რუსეთს. ქართული ოცნება გადაფსიხებულია ძვირფასო მეგობრებო. ფაქტიურად ჭკუა აღარ მოეკითხებათ. თან ისეთი არაპროგნოზირებადი გახდნენ, რომ არავინ არ იცის კიდევ რას ჩაიდენენ. არაა გამორიცხული, ღამღამობით მხეცებივით გარეთ გამოცვიდნენ და ხალხი დაგლიჯონ. აი რაღაცა ესეთი შეგრძნება მაქვს. მელია ჯაფარიძის და გვარამიას შემდეგ დაიჭირეს ხაზარაძე, ჯაფარიძე, ვაშაძე, ასე რომ ძვირფასო მოქალაქე, თუ შენ ახლა მიყურებ და სახლში ხარ, გილოცავ. შენ ან ქოცი ხარ, ან მეტისმეტად იღბლიანი, ან უბრალოდ ჯერ შენი დრო არ დამდგარა. შოუს ელემენტები სჭირდება ხოლმე ამას. არ ვიცი მეც როგორ გავაგზელებ ვანო შოუს, მართლა არ ვიცი, ფაქტობრივად სტუმარი ვეღარ მომყავს გადაცემაში. ოცნების წევრები ისედაც არ მოდიოდნენ და ოპოზიცია კიდე დაიჭირეს. მალე შეიძლება სტუდიაში აი ამ დივანზე, რა ვიცი, შეიძლება განვათავსო წარწერა, აქ შეიძლება ყოფილიყო სტუმარი ოპოზიციიდან, რა ვიცი, აი ესეთი წარწერა. მოკლედ, რაც ვერ შეძლო ოპოზიციამ, შეძლო ბიძინამ. ასე ერთად, ასე დიდი ხნით შეკრებილი ოპოზიცია მე არ მახსოვს. ბიძინა ივანიშვილმა გააერთიანა ყველა ლიდერი. ასეთი გეგმა კი არ ქონდა ზოგადად ბიძინას, უბრალოდ შემთხვევით გააერთიანება გამოუვიდა ციხეში ოღონდ. მაგრამ გახარია ამ გაერთიანებაში არ შევიდა ძვირფასო მეგობრებო. გიორგი გახარია საერთოდ წავიდა ქვეყნიდან. იმას თლად 15 წელს აძლევენ. მესმის რომ სხვა გამოსავალი არ ქონდა. რას ვიზამთ ახლა ბერდია სიჭინავას მხრებზე უნდა გადაიაროს ყველანაირმა წლეხმა. სოციალურ ქსელში უკვე მრავლად შევხვდებით გახარიას მხარდაჭერს შინაარსის კომენტარებს. გიორგი ჰამოდი. ძირთად ის ხალხი წერს თავის ძოზე მიშას რომ დასცინოდნენ მიშა ჰამოდი. ეხლა არის გიორგი ჰამოდი. ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს დაუსვა შეკითხვა, როდემდე უნდა გაგრძელდესო ეს დაკავებებიო, ოპოზიციონერებიო, რომ არ აღიარებენო საგამოძიებო კომისიას და თქვენ პარლამენტსო. ნახოთ რა უპასუხა ირაკლი კობახიძემ. არ აღიარებენ ამ პარლამენტს და წავლენ ციხეში. ფაქტიურად აშანტაჟებს ყველას. მაღიარე თორე დაგიჭერო, კობახიძე ამბობს. ბოლოს ალბათ იქამდე მივალთ, რომ გვეტყვის, რომ არ მოგწონს ჩემი ვარცხნილობა, მაშინ წადი ციხეში. ამ შემთხვევაში უკვე მთელი მოსახლეობა მიდის ციხეში, ძვირფასო მეგობრებო, იმიტომ რომ არ ამგონია ვინმეს მოსწონდეს კობახიძის ვარცხნილობა. ან იტყვის მითხარით, რომ ლამაზი ვარ, თორემ დაგიჭერთ. აი რაღაცა ესეთი ისენი აქვს. რაღაცა მოთხოვნები აქვს რაღაცნაირი. ქართული ოცნების ახალი დანიშნული კულტურის მინისტრი გამოეხმაურა ანდრო ჭიჭინაძის დაკავებას. წესით ხომ უნდა ითხოვდეს მის გათავისუფლებას. მოდით ნახოთ რა საცხადებს თინათინ რუხაძე. ანდრო კარგი ახალგაზრდაა, ძალიან სიმპათიური. ძალიან ცუდია რომ ამ ქვეყანაში მე რამდენი გადატრიალების მცდელობებს ვუყურებთ. ძალიან ცუდია რომ ეს ყველაფერი კეთდება ახალგაზრდების ხელით. ანუ
კი, კარგი ახალგაზრდაო, მაგრამ გადატრიალების მცდელობა გქონდაო. ეხლა ეს ხელი ასე იმიტომ მაქვს, რომ მინდა წარმოიდგინოთ, რომ როცა ამას ამბობს, მხარზე გადაკიდებული აქვს 8,000 ევროიანი ჩანდა. სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციური ლიდერების დაჭერიდან ბიძინა ივანიშვილის დავალებით ქართული ოცნება საკუთარი ჩინოვნიკების დაჭერაზე გადავიდა. რამდენიმე დღის წინ კორუფციის ბრალდებით დააკავეს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე. ოცნებამ დააკავა ჩინოვნიკი, ფულს იპარავდაო. ხომ გაგიგიათ ნემსის ქურდი და აკლემის ქურდი ორივე ქურდიაო. უბრალოდ ეს ის შემთხვევაა, როცა აკლემის ქურდმა დაიჭირა ნემსის ქურდი. მოკლედ ოპოზიციაში ყველა დაიჭირეს, ახლა საკუთარ ჩინოვნიკებზე გადავიდნენ, სულ მალე საკუთარ ჩინოვნიკებსაც რომ დაიჭერენ და აღარავინ დარჩება, თეა წულუკიანი საგამოძიებო კომისიაზე დაიბარებს საკუთარ თავს. აი როგორც იმედზე მიიწვია ნოე სულაბერიძემ სტუმრად ნოე სულაბერიძე. ნოე სულაბერიძე სტუმრად ნოესთან გახსოვთ ხო ესეთი გადაცემა იყო, შესანიშნავი გადაცემა იყო, ძალიან აზრიანი და საინტერესო. მინდა მოკლედ აგიხსნათ რა ხდება ახლა ოცნების შიგნით. ნახოთ როგორ გამოეხმაურა რომეო მიქაუტაძის დაკავებას ოცნების თვალსაჩინო წარმომადგენელი დიტო სამხარაძე. ებრძვის შიდა მტერს და გარე მტრებს. საქართველოში მშვიდობა გინდა შეინარჩუნო და ამ დროს ვიღაც ჩინოვნიკუშკამ გადაწყვიტა ფულები აკეთოს, ყველას მოეკითხება, ვინც ოდესმე რამეში არის შემჩნეული კანონის წინაშე, ყველა თანასწორი და ვალდებულია, მით უმეტეს პოლიტიკოსი. ვიღაც ჩინოვნიკუშკამო, დიტუშკა, ვიღაც ჩინოვნიკუშკაზე რომ TV პირველი სიუჟეტებს აკეთებდა, მაშინ რატომ არ აკეთებდი ისეთ მკაცრ კომენტარუშკებს? თუ მაშინ არ ქონდა ანთებული მწვანე შუქუშკა, დიტუშკა, ხმები გავრცელდა რომ ბიძინა კალაძეს ფულებსაც ითვლისო, არ მინდა ეს ამბავი მართალი იყოს. იმიტომ კი არა რომ კალაძეს გულშემატკივრობ, არა. იმიტომ რომ სასტიკად ვერავიტან კალაძეს ოპოზიციაში. აი არ შემიძლია და რა ვქნა რა, აი მართლა არ შემიძლია. მე მაგის და მაგის იუმორს ვერ დავიცავ. არ შემიძლია, აი რა ვქნა, ნუ არ შემიძლია რა. მე გამოვა ეს კალაძე იტყვისო როგორი სასტიკია ბიძინა, როგორ უნდა ვებრძოლოთ ოლიგარქიას, რომ უნდა დამარცხდეს ოლიგარქია საქართველოში და 1000-ნაირი ჭკუის დარიგება. არ გვინდა ბატონო, ეგეთები უკვე ისედაც ძალიან ბევრი ყავს აქეთ ოპოზიციაში. ჭკუას რო გვარიგებენ დღემდე, რომ აი თურმე რა სასტიკია ოლიგარქია. რამდენიმე წლის წინ წამოსული ქართული ოცნებისთან გმირები, მოდი ესე დავარქოთ. ბიძინა ხომ უკვე ქართული ოცნების ჩინოვნიკებსაც დაერია და თან ახალი კანონი მიიღო. ამ ახალი კანონის მიხედვით ბრალდებულის ოჯახის წევრების ქონებების ჩამორთმევაც შესაძლებელი ხდება. ნათესავებიდანაც შეუძლიათ რომ ამოიღოთ. მოკლედ კაცი ამბობს რომ მე თუ ფული შემომაკლდა, რაც ამ 13 წლის მანძილზე იშოვეთ, ბოლომდე ამოვიღებო. თან მარტო თქვენგან კი არა, ოჯახის წევრებისგან, ცოლი, და, ძმა, დედა, მამა, შვილები, შვილიშვილები, ძაღლები, კატები, თაგვიც თუ არის სახლში, შეიძლება სოროდან ის თხილის ნატეხი წამოაძრონ თუ შემორჩა. ასე რომ აქამდე ხომ გახსოვთ ცოლის ნათესავი რომ ნათესავად არ ითვლებოდა და დედა ოჯახის წევრი არ იყო. ამ კანონით ბიძაშვილიც კი ოჯახის წევრად ითვლება. თუ საინტერესო შემოსავლები აქვს და საინტერესო ქონება აქვს, ყველა შენი ნათესავი, ყველა შენი ოჯახის წევრია. მოგმართავთ ქართული ოცნების ჩინოვნიკებს, აქამდე თუ ოცნების მაღალჩინოსნები ქონების გადამავლას ნათესავებზე გადაფორმებით ახერხებდით, ახლა უკვე თვითონ ეს ნათესავებით სხვა ნათესავებზე უნდა გადააფორმოთ. რო ქონება ვერ გიპოვონ. ისე ეს ბოლო დღეებია ივანიშვილზე ძალიან ნერვიულობ. კობახიძეს რომ ვაკვირდები, ისეთ რაღაცებს აკეთებს, ბატონო ბიძინა, ფრთხილად იყავით და ბოლომდე არ ენდოთ, თორემ არ გამორისხავ, მალე თქვენს ღარიბაშვილის კადრი აღმოჩნდეთ. არ გამოვრიცხავ. დასავლეთი კვლავ მოითხოვს დაკავებული მოქალაქეების და პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლებას, ასევე მოუწოდებენ ოცნებას არ მიიღონ ისეთი კანონები, რომლებიც შეზღუდავენ სიტყვის თავისუფლებას და საფრთხეს უქმნიან დემოკრატიას. ნახოთ, როგორ მიმართავს ევროპარლამენტარებს ირაკლი ზარქუ, არც მეტი, არც ნაკლები. ჯერ თქვენ კანონებს გადახედეთ და ამ ტონალობაში მერე ილაპარაკეთ. ვცდილობთ ევროპა დავაბრუნოთ ევროკავშირში.
ევროპა დავაბრუნოთ კი არა, ერთხელ წახვედი აბუ-დაბიში და ძლივს დაგაბრუნეს იქიდან შეკაი ადამიანი. ვისი დამბრუნებელი ხარ, ერთ ძალიან მაინტერესებს. რა დღეში ეს უდაბნოს არ წივი ხდებით უფასო მეგობრებო. ესე იგი, ზარქუ აპირებს ევროპა დააბრუნოს ევროკავშირში და ამერიკას დაუბრუნოს ის დიდება, რომელსაც წინა საარჩევნოდ ტრამპი დაჰპირდა ამერიკას. ფაქტიურად მსოფლიო ცივილიზაციური ქვეყნების გადარჩენამ ამ ერთი წალენჯი ხელი ირაკლი ზარქოს ფრებზე უნდა გადაიაროს. გადავდივარ ახალ თემაზე და რუბრიკაში ქვეყანაში რაღაც ხომ მაინც კეთდება. წარმოგიდგენთ ხაშურის საკრებულოს. მოდით ნახოთ ინფორმაცია. ხაშურის საკრებულოს სამუშაო ჯგუფმა Facebook-ზე 328 კომენტარი შეისწავლა. ამჟამად ხაშურის საკრებულოში მიდის ამ 328 კომენტარიდან დადებითი კომენტარების დაგულვა და ლაიქების სამუშაოები, რის შედეგადაც გადაეგზავნება ხაშურის მერს ხელმოსაწერა და ამის შემდეგ უკვე გატარდება კანცელარიაში. აი რაღაცა ესეთი ინფორმაციაა. რაც შეეხება TikTok-ს, ხაშურის საკრებულოს განცხადებით ეს უკვე რთული საკითხია. ამას სერიოზული მომზადება სჭირდება და მომდევნო წელს უკვე იგეგმება TikTok-ის დეპარტამენტის და TikTok-ის ტრენდების ექსპერტთა ჯგუფის ჩამოყალიბება. მათი ვარაუდით 2030 წლისთვის ხაშური უკვე მზად იქნება TikTok-ის აპლიკაციის სრული კონტროლისთვის, რომ ისიც გაარჩიო. გადავდივარ სასიხარულო ინფორმაციაზე და სულ რომ წუწუნებთ, რომ ყველა გარბის ქვეყნიდან და სულ რომ უფრო ცოტა ვრჩებითო რომ ამაზე რომ წუწუნებთ, საქსტატმა ჩაატარა კვლევა, რომლის მონაცემებსაც ახლა გაგაცნობთ. საქსტატი საქართველოს მოსახლეობამ 3.914.000 ადამიანი შეადგინა. ქართული ოცნების ამ სტატისტიკას თუ დაუჯერებთ, გამრავლების სისწრაფით საქართველომ არა მარტო ყველა ქვეყანას, არამედ გადაუსწრო ნუტრიას, ოპოსუმს და ბოცვერს. ასე სწრაფად სხვა არსება ვერ მრავლდება ფიზიკურად ძვირფასო ტელემაყურებლებო. ბოცვერი მრავლდება ყველაზე სწრაფად. იმათაც გადაუსწარით. 3.900.000 გავხდით უცბად საქსტატის მონაცემებით. დაილოცოს არჩევნები. დაილოცოს არჩევნების წინ ჩვენი ერი რომ მრავლდება, ისე არც ერთი ერი არ მრავლდება ძვირფასო მეგობრებო. კიდევ კარგი, ყოველთვე არჩევნები არ გვაქვს, თორე რაოდენობით შეიძლება ჩინეთისთვისაც გადაგვესწრო. გადაიძეძგებოდა ქვეყანა ხალხით. მონოლოგის ბოლოს შეჯამება რომ გავაკეთოთ, საქართველოში არსებული ვითარება ასეთია. ყველა პოლიტიკური ლიდერი ციხეშია, ფაქტიურად ამით პოლიტიკას მთლიანად ამთავრებს ქართული ოცნება ამ ქვეყანაში, მალე დაამთავრებს სიტყვის თავისუფლებასაც, ზემოდან მიაყოლებს მედიასაც, ამიტომ უნდა გავერთიანდეთ ძვირფასო მეგობრებო. უნდა გავერთიანდეთ, მოვიკრიბოთ ძალები, ყველამ ერთად მოვიკრიბოთ ძალები და გადავრთოთ იმედზე და ვუყუროთ თურქულ სერიალებს. ამ ყველაფერს თუ ვეგუებით და ვერაფერს ვცვლით, თურქულ სერიალებზე მაინც გადავაყოლებთ გულს, ძვირფასო მეგობრებო. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ზოგ სერიალში ძალიან დაძაბული სიტუაციაა. მე ახლა 1-2 თვეა უკვე დავიწყე ამის ყურება, ამ თურქული სერიალების. საკმაოდ ძალიან დაძაბული სიტუაცია და ჩახლართულია ამბებია, სხვადასხვა ამბებია. ყველა სერიალს თავისი ხაზი აქვს, ძალიან საინტერესო. ამიტომ მე 2-3 თვეა უკვე ამ სერიალების ყურება დავიწყე. ამიტომაც ვერ მომერევიან. ამიტომაც მე ვერ მომერევიან, თვითონ. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ შოუს მუსიკალურ აფორმებს ბენდი თამუნალეკო იშვილს ხელმძღვანელს მადლობთ. გადაცემის სპონსორია Village 11, ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენიკანისთვის. Village 11, კორეული ხარისხი PSP-ში. გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქი ქალაქში, სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45.